დღეს პოკერის მასწავლებელში ვისაუბრებთ საწყისი ხელების შერჩევის შესახებ. პოკერში საწყისი ხელების შერჩევა უმარტივესი და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მაგიდაზე. თუ კი აირჩევთ სუსტ საწყის ხელს ცუდი პოზიციიდან, მალე აღმოაჩენთ, რომ იმის ნაცვლად გათამაშებაში მიიღოთ მონაწილეობა, უბრალოდ შორიდან უყურებთ მას. ასე რომ ისმის კითხვა, როგორ უნდა შეარჩიოთ რომელი ხელებით ვითამაშოთ. პოკერის მასწავლებელი გირჩევთ, რომ მოერიდოთ ისეთ გათამაშებაში შესვლას, რომელიც დისტანციაზე, ანუ ხანგრძლივ თამაშში აუცილებლად უარყოფით შედეგს მოგცემთ. პოკერში საწყისი ხელები შესაძლებელია გავანაწილოთ სამ კატეგორიად: უძლიერესი ხელები, კარგი ხელები და სპეკულაციური ხელები. როგორც სახელები გვეუბნება, ამ კატეგორიებში განთავსებულ ხელებს განსხვავებული ძალა აქვთ და განსხვავებულად უნდა გავათამაშოთ იმ პოზიციის და იმ დინამიკის შესაბამისად, რაც ამ დარიგებამდე იყო. რეალურად სამწუხაროა, რომ ქართულ პოკერში ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც საწყისი ხელების შერჩევა სრულიად უდისციპლინოდ ხდება. ჩვენ არაერთხელ გვინახავს გამხსნელი რეიზი ადრეული პოზიციიდან სპეკულაციური ხელებით. აგრეთვე გვიან პოზიციაზე ლიმპით გათამაშებული პრემიუმ ხელები. როდესაც თქვენამდე ბანკში არაერთი მოთამაშე იყო უკვე ფსონს შემოსული. მე შევეცდები ჩემი აზრით სწორი თამაში აგეხსნათ და საუბარი უძლიერესი ხელების განხილვით დავიწყოთ. უძლიერესი ხელები, რომლებიც შეიძლება დაგერიგდეთ მაგიდასთან არის: ტუზები, მეფეები, ქალები და ტუზმეფე. ძირითადად ამ ხელებით თქვენ უნდა გააკეთოთ რეიზი ნებისმიერი პოზიციიდან. მიუხედავად იმისა, რომ არ არიან უძლიერესი ხელები, კარგ ხელებს შეუძლიათ ძალიან კარგად თამაში მაგიდაზე უმეტესი პოზიციებიდან. ამ ხელებით თქვენ უნდა გააკეთოთ რეიზი, თუ თქვენამდე არ ყოფილა იგი. ანუ თუ თქვენ პირველი იწყებთ ბანკში ფსონის გაკეთებას. ან გააკეთოთ ქოლი თქვენამდე გაკეთებულ რეიზზე. რეალურად ჩვენ არც თუ ისე იშვიათად კარგ ხელებს გადაჭარბებულად ვაფასებთ და ხშირად ბანკს ვბუსტავთ. პოკერის მასწავლებელი გირჩევთ მოერიდოთ ბანკის კონტროლის დაკარგვას, რადგან ხშირ შემთხვევაში ხდება არასწორი რეიზის გამო ბანკზე მიბმა, ეგრეთ წოდებული pot committed სიტუაცია. თუ ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ოპონენტზე, თითქმის არასდროს უნდა გავაკეთოთ ამ ხელებით re-raise პრეფლოპზე. ან დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ოპონენტი კარტს დაყრის. კარგი ხელების დიაპაზონი მოიცავს შემდეგ ხელებს: ვალეტები, ათიანები, ცხრიანები, რვიანები, შვიდიანები, ასევე ტუზქალი და ერთი ფერის ტუზვალეტი. სპეკულაციური ხელები მოიცავს ყველა პატარა წყვილს 6-იანიდან 2-იანების ჩათვლით, ასევე დარჩენილ ერთი ფერის ტუზ ნებისმიერს და ერთი ფერის კონექტორებს, როგორიცაა 7-იანგული და 8-იანგული, ან 9-იან ჯვარი და 10-იან ჯვარი. სპეკულაციური ხელებით მხოლოდ ვაკეთებთ რეიზს, როცა ვიმყოფებით გვიან პოზიციაში. თქვენამდე ყველა მოთამაშემ დაყარა კარტი და ჩვენ ვიმყოფებით ჰაიჯეკის, კატ-ოფის ან ბათონის პოზიციაზე. ეს რეიზი როგორც წესი აგრესიის ბალანსისთვის გამოიყენება. ძალიან ფრთხილად იყავით ამ ხელებით თამაშისას, როდესაც იმყოფებით ადრეულ პოზიციაზე, რადგან რომც ააწყოთ ძლიერი კომბინაცია, მაინც დიდი შანსია წააგოთ. მაგალითად, თქვათ ჩვენ ვიმყოფებით საშუალო პოზიციაში და გვყავს 5 ან 6-იან აგურები და ფლოპზე მოვიდა 3 აგური, ანუ ავაწყოთ ფლეშის კომბინაცია. რამდენად დარწმუნებული იქნებით საკუთარი ხელის სიძლიერეში, თუ კი ბორდზე ამოვა მე-4 აგური, თერნზე ან რივერზე და ოპონენტი ამ დროს გააკეთებს ძალიან დიდ ბეტს. თქვენი შანსები არც ისე კარგია ასეთ სიტუაციაში. არ ითამაშოთ თქვენი ხელით მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთი ფერისაა, განსაკუთრებით თუ კი იმყოფებით ადრეულ პოზიციაში. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ხშირად გვსმენია სტანდარტულად არასწორი თამაშის გასამართლებლად არგუმენტი, რომ ჩვენი კარტი ერთ ფერში იყო. ადრეულ პოზიციაში ერთი ფერის ტუზათიანი ცხადია უფრო ძლიერი კარტია, ვიდრე გვიან პოზიციაში მყოფი სპეკულატორი ხელი. მაგრამ იცოდეთ, რომ ერთი ფერის კარტების ქონა მხოლოდ 2-3%-ით ზრდის თქვენი მოგების შანსს. საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, მხოლოდ თქვენი კარტები არ არის საკმარისი იმის გადასაწყვეტად, ღირს თუ არა ბანკში შესვლა. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თქვენს პოზიციას მაგიდაზე, ასევე რა მოქმედება იყო თქვენამდე. აგრეთვე იფიქრეთ თქვენს ოპონენტზე, არიან თუ არა ისინი აგრესიულები. გააკეთებენ თუ არა re-raise თქვენს რეიზზე. თუ უბრალოდ ქოლით ითამაშებენ. შეძლებთ თუ არა ბანკის მოგებას თუ გააკეთებთ რეიზს. თუ უფრო ხშირად ეს მხოლოდ ბანკის გაბერვა გამოვა. დაიმახსოვრეთ, ძალიან ძლიერი ხელებიც კი შესაძლოა დამარცხდეს ფლოპის მოსვლის შემდგომ. ასე რომ ბევრი იფიქრეთ, თუ რომელი კარტით გსურთ თამაში. განსაკუთრებით თუ კი იმყოფებით ადრეულ პოზიციაში ან თქვენამდე გაკეთდა რეიზი.